ლაგოდეხში მერიისა და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით ამაგდარი პედაგოგის სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტასაშვილის ინფორმაციით გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულები და პრიზიორები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდნენ. მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები ბავშვებისათვის ეს არის განვითარების აზროვნების პლატფორმა. მომავალ წელსაც ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტურნირი ჩავატარო და ასევე დავაწესოთ ფულადი პრიზები გამარჯვებულებისათვის. სოსო კიკილაშვილი იყო ერთ-ერთი კარგი მოჭადრაკე, ცნობილი მოჭადრაკე საქართველოში. ის ჩამოიყვანა თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ლაგოდეხში ჰქონდა სახლი, სკოლას დაამთავრა ლაგოდეხში და შემდეგ თბილისში წავიდა საცხოვრებლად. ჩამოიყვანა ამ 10 წლის წინათ და მუშაობდა ქალაქ ლაგოდეხში, გავხსენით ჭადრაკის ჯგუფები გავხსენით და მისი ხელმძღვანელი იყო მწვრთნელი, ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი, მას კარძელი ეხავს ევროპის მეორე პრიზიორი ლიმარი სოფია, ჩვენი ყველასთვის ცნობილი და გარდაიცვალა ტრაგიკულად, გარდაიცვალა სოსო კიკილაშვილი და ტრადიციულად ყოველ წელიწადს უკვე მეხუთე წელია ვატარებთ კახეთის მასშტაბით სოსო კიკილაშვილის სახელობის ტურნირს. ეს იყო მასწავლებლთა შორის ასაკობრივი ჯგუფები იყო 14 წლიანებში და 10 წლიანებში. სულ იყო 46 მონაწილე იყო კახეთის მასშტაბით, ყველა რაიონიდან იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ გურჯაანიდან მონაწილეობდნენ 12 მოჭადრაკე, კარგი მოჭადრაკეები ხონდა შორის საყვანელები. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და გამოვიდნენ რა თქმა უნდა გამარჯვებულები. ჩვენ ავიღეთ გარდამავალი თასი, ანუ გუნდურშიც პირველი ადგილი, 2 თასი ავიღეთ 14 წლიანებში გოგონებში და ბიჭებშიც ავიღეთ 14 წლიანებში 2 პირველი ადგილი, პლუს ავიღეთ მეორე ადგილი და ავიღეთ მესამე ადგილი კიდევ გოგონებში.